კარგი. დღევანდელი ლექცია იქნება ლორაზე. ლორა არის მეთოდი თუ როგორ შეგვიძლია დავაფაინტუნოთ დიდი მოდელები. და დიდ მოდელებს შეგულისხმობ დაახლოებით რაც. რაც მილიარდზე დიდი რა ალბათ უფრო. მოდელები ეფექტურად. ანუ ხა რატო არის ზოგადად დიდი მოდელების ფაინტუნინგი, რომ უმეტესად ეგეთი რაც ხდება ხოლმე, რომ როდესაც ლაპარაკი არის რაც open source მოდელების fine-tuning-ის სიტყვაზე, ამ open source მოდელს მitmetes დიდ მოდელებს ატრენინგებენ საკმაოდ დიდ compute-ზე, რაც multi-GPU, multi-node კლასტერებზე, რაც კომპლექსური არის და დიდ თანხებთან არის ასოცირებული. და შემდგომ ჩვენ რაც გვაქვს general მოდელი. და მიზანი არის ხოლმე, რომ ეს მოდელი რაღაცნაირად გამოვიყენოთ, მაგრამ შეიძლება გვინდოდეს fine-tuning. მაგალითად რაღაც domain-ს მოვარგოთ, ან შეიძლება ენა აი ქართული არის, სადაც მაგალითად LLM-ა და გვინდოდეს ვასწავლოთ Mr-ს ან რაღაც ეგეთ მოდელს ქართული. მაგ შემთხვევაში მთლიანი მოდელის fine-tuning-ი ისევ ასოცირებული იქნება დიდ compute-თან და ამავდროულად აქვს თავისი პრობლემები. და რა პრობლემები აქვს ახლა? ერთ-ერთი მთავარი დიდი პრობლემა არის ის, რომ მთელი მოდელის წონები უნდა შევცვალოთ რაღაცა task-ზე. და იქ ხშირად იწვევს catastrophic forgettings. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად ენის ფაქტორი რო ავიღოთ, თუ ქართულ ენაზე დავატრენინგებთ მოდელს დიდხანს, მას შეიძლება ნელ-ნელა უფრო დაუწყდეს ინგლისური ენა. და იდეაში რაც ქართულ ენაზე fine-tuning-ის მთელი მუღამი ის არის, რომ ეს გვინდა რაღაც transfer learning-ი გავაკეთოთ რა. ანუ fine-tuning-ი არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ ნულიდან რაღაცა ცოდნა ჩავდოთ. ანუ ეგ რო იყოს მიზანი, ავიღებდით რაღაც random models. ანუ მთელი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ წინამდებარე ცოდნა გამოვიყენოთ გასაუმჯობესებლად. და ხო, რადგან რაც ეს პრობლემები არსებობს, რომ ერთი კომპიუტერისთვის იური არის და მეორე შეიძლება რაღაც დაავიწყდეს ყველაფერი რაც ის. მაგის გამო იქნებოდა სხვადასხვა ხერხები, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვუგვაროთ. იყო ხოლმე ადაპტერების იდეა. მაგალითად აი წინა ლექციებში გავარჩიეთ ხოლმე Vision-ის მოდელები რო იყო. მაგალითად Dino ავიღოთ, ხო? ეგ მოდელები რეალურად იყო რაც pre-trained მოდელები Vision-ისთვის, ასე რომ ვთქვათ. და საბოლოოდ მერე მაგათ რაც უმატებდნენ სიტყვაზე რაც პატარა networks რაც heads უმატებდნენ ეგრე სახიანობა და მაგაზე მერე რაც downstream task-ზე ატრენინგებდნენ. ეს ტრენინგი შეიძლება ყოფილიყო ისე, რომ მთელი მოდელი გაიყინათ და უბრალოდ პატარა network-ი დაეტრენინგებინათ, ან მთლიანი fine-tuning-ი იქნათ. ეხლა აქ უფრო მეტად ლაპარაკი არის NLP-ზე. როგორ შეიძლება NLP-ში გამოვიყენოთ დაახლოებით რაც, ხო, ეფექტური გზა რა იქნება, რა ზოგადად ვთქვათ. დავიწყოთ რა არის LoRa. მაგისთვის გავიხსენოთ რა არის rank-ი. და რა მატრიცის rank-ი რა არის? გახსოვთ უნას? ანუ
ტრანსპოზ ანუ მატრიცას რო ვამრავ, ანუ პატარა ორი მატრიცა რომ გვაქვს და ერთი აი მაგალითად იმიჯის ანუ იმიჯის შედგენა გვინდა რაღაც უფრო პატარა იმებით, ანუ რაღაც მაგალითად 128 გამრავლებული 16-ზე მაგას ანუ სახელი დამავიწყდა ძაღლუკას ნიშნით. ძაღლუკას ნიშნით რომ ვამრავლებთ მაგალითად 118 ხო ანუ პატარა ზომა გამრავლებული მაგალითად 192-ზე და ანუ მაგ ნამრავლით 192 გამრავლებული რაღაც ანუ უფრო დიდ სურათს ვიღებთ და ანუ პირდაპირ FC layer რომ გავაკეთოთ ამაზე ბევრი პარამეტრი ღირს, მაგრამ ასე ეთი ოპერაციით პატარა მატრიცა ბოლოს გაჭედა. ბოლო ნაწილი ვერ გავიგეცოთ რა. ჩაჩი უფრო კარგად დავწერე. ან მაგალითად ჩვენ თუ გვინდა მაგალითად რაღაც 128 ფიჩერი გვაქვს და ჩვენ მივიღოთ აქედან რაღაც სურათი მაგალითად ანუ F layer რომ გავაკეთოთ ძალიან ძვირი დაჭდება. შეიძლება მილიონი პარამეტრი მოგვიწიოს, თუნდაც bias რომ გავუთიშოთ და ეგ მაგის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ასეთი რაღაც რომ გავაკეთოთ რომ 192 გამრავლებული მაგალითად 16 ეს ორი layer-ი გავაკეთოთ და ეგ ანუ სავალჩენობა პრო რაც ხო განკვდები რა სამ ხო კი ბატონო აი ასეთ რაღაცას და ანუ აქ 16 მაქვს გაგონილი როგორც რანკი ანუ სახელი კი აქაც მაგ კონტექსტში არის გამოყენებული რანკი ზუსტად და იგივე იდეა არის ეგრეშია წავიკითხე და ის ნამება მირანის სხვა კი ბატონო ნუ ზოგადად მატრიცებში რანკი განმარტება როგორც როგორც დამოუკიდებელი შვეტების რაოდენობა წესით მაგრამ ნუ იდეაში ხო თუ ავიღებთ რაც ნუ ამ შემთხვევაში კი ბატონო ან რეალურად როცა მცირე არის რანკი მაგის ეგეთი დიდი მატრიცის დეკომპოზიცია შეგვიძლია ორი ეგეთი ვიწრო ასე ვთქვათ მატრიცის საშუალებით ხოლმე და აი SVD დეკომპოზიცია თუ გახსოვთ ეს SVD and აქ ჩანს კარგად ეგ რეალურად რა ხდება M-M მატრიცა მრავლდება M-ზე და ნუ აქ გვაქვს იდეაში ისინი რა ქვია eigenvalue-ები და ზრდადობით ჩალაგებული diagonals და აქ არის eigenvektorები უდავე ტეში და შესაბამისად ანუ SVD დეკომპოზიცია ანუ SVD truncation-ი არის იმაში ასეთ ეგრე ქვია equivalent-ში არის თორსები truncated SVD ანუ მაიცა კი ბატონო ხო აქ რაც ხდება იდეაში ეგ არის რომ თუ მატრიცა რეალურად წარმოდგენილი არის რაც ესეთი ორი მატრიცის ნამრავლით როგორც შენახსენი მაშინ გამოდის რომ eigenvalue-ები რო აიღო იქნება 16 ცალი რა და შესაბამისად დანარჩენები იმ დიაგონალზე იქნება ნულები და შეგვიძლია რომ წარმოვადგინოთ მაგ ორი მატრიცის დახმარებით რა ხო ეგეც მართალია კი რაც გიწერია კი ბატონო ხო ნუ შესაბამისად ხო რაც რანკი ასოცირდება იმასთან თუ რაც
რამხელა ინფორმაცია რაღაც მომენტში ის მატრიცა თვითონ ზომის მიხედვით არ გვეუბნება ზუსტად რამხელა ინფორმაცია გააჩნია ამ მატრიცას. ეს ინფორმაცია ძალიან ბრწყალებში რა ვუყოთ რა ინტუიციისთვის. და ანუ მაგალითად შეიძლება 5 განზომილებიანი ვექტორები ქონდეს, მაგრამ ერთი განზომილება იგივე რო ყოდეს. ან რაღაც ძალიან მსგავსი. ზუსტად ხო. აი მაგალითად სამ განზომილებაში სიბრტყე რომ ავიღოთ. კი ბატონო. ეგ არის ხო ანუ დამოუკიდებელი დამოუკიდებელი სვეტები გვაქვს ბევრი ერთმანეთთან რა. კი. და იდეაში LLM-შიც არის ხოლმე ეგეთი რაღაც რომ ამ paper-ში ახსენებენ მაგ ამბავს წინამორბედი კვლავობის დახმარებით რომ ესეც სახელს ეძახიან სად იყო დამავლის. ანუ low intrinsic rank-ი აქვს რა მოდელებს ადაპტაციისას. და ანუ ეგ ნიშნავს რომ რეალურად ადაპტაციას რო ვაკეთებთ რა. მაშინ არ არის ანუ რაც ცოტა დაბალ რანკიან მატრიცასაც შეუძლია მაგის დასწავლა. რადგან ეგრე არის შესაბამისად კი ბატონო, ისმენთ? ანუ ესე იგი, ანუ მე როგორც მივხვდი, ანუ ეგ შეიძლება M-ის გამოყარა არის, მაგალითად შეიძლება ანუ N-ის ფიჩერები რაღაც ან N-ის ფიჩერები რაღაც ან შეიძლება სუდის იყო, მაგრამ აი მაგალითად ზოგად ფიჩი, აი რაღაც ზოგად თემაზე საუბრობს, ანუ რაღაც პატარა ანუ რაღაც რენდომ ანუ ცოტა განზომილებით ანუ ხდება, ანუ ყველა განზომილების fine tuning-ი არ გვჭირდება, არამედ ცოტა სუჩდება. ანუ იდეაში ხო ანუ თელი fine tuning-ის აზრი ხო ეგ არის რომ რაღაცა ანუ ძალიან ზედმეტი ინფორმაცია თუ გინდა ჩადო, ანუ რაც აი არ ვიცი რა ერთად სხვა რაღაც აი რაღაც ფოტოების ამოცნობა იყოს თუ გინდა რაღაც ან რადიკალურად სხვა რამე რა, რაც ტექსტთან არაფერ შუაში არაა სიტყვას. მაგ შემთხვევაში რავი ეგეთი მოდელის fine tuning-ი იმას შეიძლება იგივე შედეგი მოქცეს დაახლოებით, რაც ახალი მოდელის ტრენინგმა რა. და ეგეც იმ ხარჯზე რომ უბრალოდ ანუ რა ჭირდავდა და ბოლოს არ თქვით აღარ ისმოდა. არა, ანუ ხო გავიმართ. იმას ვამბობ რა ანუ შენ რაც თქვი რა საბოლოოდ fine tuning-ის თელი არსი ის არის რომ რაღაცა ცოდნა რაც მოდელშია, ეგ გინდა რომ გამოიყენო ყველა რაც შეგიძლია მეტად რა. შესაბამისად გინდა რაღაც ცოტა ცოდნა დაუმატო ისეთნაირად რომ ეს საბაზრო ცოდნა გამოიყენო. მაგ შემთხვევაში არ გჭირდება შესაბამისად მთელი მაგხელა მოდელის ტრენინგი და fine tuning ანუ ინტუიტიურად რომ მოვუდგე რა. და ხო რაც პატარა ცვლილება გინდა გააკეთო იდეაში რა მოდელში. ანუ ესე თეორიულად. ხო და ნუ აქაც რაც ეგეთი ჰიპოთეზა აქვს იდეაში რომ ეს low rank-ი ეყოფაო რა მაგ ამბავსო. და გააკეთეს ეგეთი მიდგომა, რომ ნებისმიერი წონა და ეს წონა რაც მატრიცა არის, შეგვიძლია დავშალოთ A და B მატრიცებად. ეს მატრიცა გავუყინოთ იყოს თავის ადგილას და გქონდეს ეს A და B მატრიცა, რომელსაც ექნება რანკი, როგორც შენ ახსენე ზუსტად გიორგი, რაც 16 მაგალითად ან რაღაც ეგეთი რიცხვი. და იდეაში მარტო მაგ წონებს დავატრენინგებთ A და B-ებს და ნუ ამათმა ტრანსფორმერებზე რო გააკეთეს რაც მარტო attention-ის მექანიზმში და რაც MLP-ს ახლა არ შევახებითო, მე თქვენ თუ გინდათ გაარჩიეთო.
და ხო ნუ რაც საბოლოოდ როგორ ინფერენსი როგორ იკეთება. ინფერენსი იკეთება შემოვიდა თუ Hello. ხო, სად ვიყავი? აქ ვიყავ. ნუ საბოლოოდ ინფერენსი რაც რო გვინდა გავაკეთოთ არის რა რაღაც ინფუტი ხო გვაქვს ან მაგალითად ნუ აქ რაც ხატია ალბათ მაგით რო გამო ანუ აი ეს ნახატი არის რა მთელი მოყავ ესა რაღაც ინფუტი ვექტორი მაგალითად ეგ ვექტორი შედის რაც ზონაში ხო და ნუ ბრუნდება რაც თავში აუთფუტი ნუ შევუშვათ ამ გაყინულ ზონაში მატრიცაში ანუ ტრანსფორმაცია გავაკეთოთ მაგით და მეორე მხრივ ამ ეს რაც A-ში შევუშვათ მე მაგენან B-ში შევუშვათ რა და ეგ ორი ავუჩამოთ ეგ არის ინფერენსი აღარ ამას უნდა სკეილინგი როგორც ყველა ისეთ ადაპტერს რაც ხშირად გაგვიძლია ამბავი უკვე რომ სკეილინგი მნიშვნელოვანია ხოლმე რა სტაბილურობისთვის სკეილინგისთვის იყენებენ რეალურად ეგეთ რამეს რომ ალფა პარამეტრი აქვს ალფა პარამეტრი განსაზღვრავს დაახლოებით learning rate-ის მაგვარი ტიპი არის რა და მაგას ყოფენ რანკის რაოდენობაზე და უბრალოდ მაგაზე ამრავლებენ point wise ხოლმე ეგ არის რაღაც თელი მიზანი რა მე რაც ბევრი ისე ვქთები ექსპერიმენტი ჩატარებული რა როგორ ანაირად გავიქცეს არა ხანო აი რა ზუსტად შენ რაც აწერი კომენტარებში ეგ ქონდათ იდეა ამათაც რა და მაგან იმუშავ ამის მერე ნუ ბევრი რაღაც ვარიაციები გამოვიდა ხოლმე ლორასის ლოგი ანუ რაც კიულორა არსებობს მაგალითად სადაც კვანტიზაციასაც უკეთებენ მოდელს ნუ ამ გაყინულ ვერსიას უკეთებენ და ამას ტოვებენ როგორც მახსოვს ნუ ხო რა სხვა ვარიანტები არის რა იმპლემენტაციის თვალსაზრისით ნუ აქ რაც პატარა მაგალითი F-ით როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლორა ნუ ხელით არ ამგონი ახლა რა იქ მოგიწიოთ დაწერა არა იდეურად ხელითაც საკმაოდ მარტივი დასაწერი არის ჩვეულებრივი ლორა იმიტომ რომ რაც ანუ ამას არაფერი არ უნდა რა აქ ხო ერთი სამავწყდა რომ ინიციალიზაციას როგორ ვაკეთებთ ამ მატრიცას გაუსიანით რაც რენდომ გაუსიანით აგენერებენ და B მატრიცა არის ხოლმე 0 და ეს რომელიღაც paper-შიც გავარჩიეთ ეგეთი მიდგომა რა როდესაც რაც ადაპტერს აკეთებდნენ არ მახსოვს რომელი paper იყო კარგი იყო ის მიდგომა რომ თავიდან პირველ ეტაპებზე ტრენინგისას ეს ადაპტერის ამატებით არ შეცვლილიყო აუთფუტი ანუ სანამ პირველ ბეკვარდს გააკეთებ რა წარმოიდგინე უნდა იყოს ზუსტად იდენტური რაც ორიგინალი მატრიცის ფორვარდისას შედეგი ექნებოდა რა და ნუ ეგ ეხმარება რაც გააგრძელო ტრენინგი რა შესაძლოა ხო ნუ აქ რაც 100 რო გამრავლ ანუ ამის აუთფუტი რა 0 მატრიცაზე გამრავლდებოდა 0 იქნებოდა და მარტო pre-trained weight-ების შედეგი იქნებოდა რა თავიდან და მე რეწონები შეიცვლებოდა და აპდეიტდებოდა ნელ-ნელა ნუ ოკეი ისმენ ამას სად
ანუ რომ მოდელს ან ტრანსფორმერში ზუსტად სად უკეთებენ, ანუ ტრანსფორმერის რომელ ნაწილს? კი ბატონო. უკეთებენ attention-ი რა გავხსენთ რა. attention-ში გვაქვს რამდენიმე მატრიცა ხო წონების. query მატრიცა არის, key მატრიცა არის, value მატრიცა არის და პროექციის მატრიცა არის. და უკეთებენ მაგებს. რაც ჩამოთვალე. აქაც იდეაში რო შეხედო query-ის პროექციას, აი მაგალითად რა გვინდა LoRa გამოვიყენოთ რა. ამის გამოყენებისთვის შეგვიძლია Hugging Face-ის მოდული გამოვიყენოთ PEFT-ის. და აქ ვუთითებთ რა წონებს გვინდა გამოვიყენოთ ეგ. ეს არის query, key, value, output-ის პროექცია, gate-ის პროექცია. ნუ რაღაც წონებია ჩამოსული რა. თეორიულად შეგიძლია რაღაც ნებისმიერი NN ლინიარი როა იყო, ნებისმიერ NN ლინიარზე შეგიძლია გამოიყენო LoRa. ანუ როგორც უბრალოდ საწყის ვეითებსაც ავტოვებთ და დამატებით ვეითებსაც უმატებთ ამ პატარა ოღონდ ვატრენინგებთ მხოლოდ დამატებით პატარებს. შესაბამისად, ანუ სატრენინგო პარამეტრების რაოდენობა ძალიან მცირე არის ხოლმე რა. ნუ რანკს გააჩნია თავისთავად, არა? მცირე რანკს თუ ავიღებთ რა 16 ან 32 მაგალითად. ნუ რა 5% რაღაც დაახლოებით ეგრე გამოდის ალბათ. პარამეტრების რაოდენობა სატრენინგო რაცა რა. მაგრამ ინფერენსისთვის იდეაში ინფერენსი ნელდება უფრო. რატო ნელდება? იმიტომ რომ პარამეტრების ზოგადი რაოდენობა იზრდება და უფრო მეტი ოპერაციის გაკეთება გვიწევს. ანუ ამ შემთხვევაში რაც ორივე განდა შევიდეს ეს output-ი თან ძალიან კარგადაც ვერ დაპარალელდება, იმიტომ რომ შედიან და მე აქ უნდა აიჯამონ რა. მაგიტა ხანუ და კიდე ანუ ინფერენსინელდება მაგხრივად კიდე რაღაცა ნუ და ისეთი ამბებიც ახალ მგონი რომ ამათი ეს მატრიცები ისეთია რომ შეიძლება რაღაც კერნელებისთვის ნელი იყოს გადამრავლება მე რაც ნუ NVIDIA-ს თავისებური პრობლემები არის ეგეთი რა. ანუ არ სტანდარტული არის ცოტა და მაგიტო. მაგაზე მივიღებთ უფრო dense მატრიცები იქნება რეალურად უფრო და მაგიტო რა. რა იყო? მაგაზე ხო ანუ მაგალითად benchmark-ი რომ ჩავთოთ True-ზე, მაგან შეიძლება მოაკვაროს ანუ მე ადრე კი მაქვს ან ფაქტურად LoRa მაქვს გამოცილი, ოღონდ არ ვიცოდი LoRa რომ ერქვა, ანუ და მაგაზე benchmark-ის გარეშე ძალიან ნელი იყო, ანუ თვითონ GPU memory არ იმაქსებოდა, თვითონ GPU processing power-ი იმაქსებოდა და benchmark-ი რომ ჩავთვე, მე უკვე memory-ზე იმაქსებოდა და არა processing power-ს, ანუ ასწრაფდა. benchmark-ის ჩართვა რაც ნიშნავს? ანუ თვითონ switch არის ერთ წუთით, ეხავე ჩავაგდებ კოდის snippet-ს. ზუსტად არ მახსოვს ერთ წუთით. აი ესა. ოკეი. და ანუ რამდენიმე შეიძლება ხო. ანუ რამდენიმე kernels benchmark-ებს და ანუ თავიდან ცოტა დიდი ხანი ჭირდება, იმიტომ რომ ანუ benchmark-ს აკეთებს რამდენიმე kernel-ს შორისა და მე რომ benchmark-ებს რომ გააკეთებს, მე სწრაფდება, იმიტომ რომ რამდენიმე kernel-დან საუკეთესოს ირჩევს. ხო, აი გასაგები არის ხო. ხო, ხო, ლოგიკური არის ხო. დიახ,
ეგ უფრო აჩქარებს მაგალითად რა. ან რა შეიძლება რა custom რამე კერნელი წაწერო რა სიტყვაზე. ოკეი. შეგვიძლია ხა რაღაც ეს კოდი გავარჩიოთ, შეგვიძლია ასევე unslot ვნახოთ. იმიტომ რომ შეიძლება ამაცეც უგამა კონდეთ და გამოგადგეთ რეალურად. Unslot-ი ხო თვითონ კვანტიზაციის არის. unslot-ი არა მარტო კვანტიზაციისთვის არის, რეალურად შეიძლება ლორათი დაატრენინგო ან Q-ლორათი დაატრენინგო რა. Q-ლორა იგივეა რაც ლორა on კვანტიზაციით. არხანო ან თელი მუღამი არის ეფექტური fine tuning-ი რა, უფრო მაგიტო შეიქმნა unslot-ი. რაც შეიძლება ეფექტურად დააფაინტუნო. მე კვანტიზაციით ვიცი, ხო. კი, კვანტიზაციაც აქვთ თავისთავად, მაგრამ ან თელი სატრაბახო ეგ აქვთ ხოლმე ამათ რა, რომ ძალიან ჩქარი არის ჩვენი კოდით fine tuning-ი. მაგისთვის რამე კოდი გავუშვათ. Cooks-ე რამდენი ჩქარი იქნება? ალბათ უფრო ჯობია როგორ საკოთ შევხედოთ. აქ იდეაში ძალიან მსგავსი არის PFT-ის რა ის მაგალითად. სხვანაირი იყო ხოლმე ის დოკუმენტაცია. აი მოდი რაც გამიკეთებია ბარემ ეგ იყოს. და აჰა. კარგი. ხო რავი როგორც თქვი იდეაში unslot-ი PFT-ის ვარიანტია, ოღონდ რაც custom კოდი უწერიათ რა. ეგ გასხო PFT რაღაც პონჩი ავტომატურად ასაპორტებს თუ ტრანსფორმერების ბიბლიოთეკით არის შექმნილი, თუ ზოგადად მოდელი ტრანსფორმერების ბიბლიოთეკაშია და არიყენებს ისეთ რაიმე კლას, რომელიც აღწერილი არ არის PFT-ში. თუ შენ შექმნი მოდელს და პროგრამულად რო აღწერთ რაც კლასს სწორად განმარტავ და რაც იმ NN ლინიარს გამოიყენებს სიტყვაზე რაც ტრანსფორმერისთვის ნაცნობი არის, მაშინ საპორტი გექნება რომ რაც PFT-ით დაატრენინგო რა. მაგრამ არის მოდელები რომლებიც რაღაც სხვანაირ რაღაცებს იყენებენ და მაგალითად შეიძლება ერორი ამოვიდოს მერე რა. ხო რა სტანდარტული LLM-ები ალბათ PFT-ით მარტივად გამოვა რა. და ესენი აკეთებენ ხოლმე რაღაცა ხელით ამატებენ რაღაცში. აქაც იქნება რა ეხლა ჩქარა დაამატო რა, მაგრამ ვიდრე ჩქარა ამატებენ ხოლმე. მაგრამ საბოლოოდ მთელი მუღამისაა რომ რაც უფრო აჩქარებული ვარიანტია რა. რავი, ნახოთ
რატო მუშაობს? ანუ ეს მოდელი არის მაგალითად text to speech-ის მოდელი, რომელიც არის 1 მილიარდიანი ზომის. და ნუ მიზანი არის რომ რაც LoRa გამოვიყენოს სიტყვაზე, რომ ვასწავლოთ ქართული ენა მაგალითად. მაგ შემთხვევაში, ნუ აქ 4 ბიტიან ვერსიას QLoRa-ს არიყენებენ, ჩვეულებრივი LoRa არის. Fast მოდელი არის auto pre-trained მოდელის ვარიანტი, ასე რომ auto მოდელის ვარიანტი. და რაღაც იგივე სტილის სინტაქსს ასაპორტებს. ანუ fast მოდელის წერტილი from pre-trained-ით ჩვეულებრივ ჩამოტვირთავ იმ მოდელს, რომელიც არის ანსლოთის, რომელსაც ანსლოთი ასაპორტებს. ნუ ამ შემთხვევაში ცხოველს მაგის დახმარებით მოდელი და პროცესორი ჩამოტვირთავს. ეს არის რომელიც ამზადებს აუდიოს მოდელში შესაშვებად, ანუ მას ტოკენაიზერი უწევთ დაახლოებით რა. შემდგომ როგორც PEFT-ში, ანუ PEFT-იც იგივე სტილით არის, რომ მოდელი ჩამოვტვირთეთ, ნუ აქ config-ი შევქმნით რაღაცა და მერე ვიზახებთ get PEFT models, რომელიც რეალურად გადაეცემა მოდელი და config-ი LoRa-ს. და აგენერებს მოდელს, რომელშიც უკვე არის LoRa-ს ადაპტერები random initializable. და აქვე რაც გაყინული სხვა ორიგინალი ზონები. და ანუ ამ შემთხვევაშიც რაც აქ ესე წერს get PEFT მოდელში პირდაპირ ხელით ამატებს პარამეტრებს რა. რანკი არის მაგალითად ამ შემთხვევაში 32. რანკი არის ესეთი რაც რომ ყოველთვის გააჩნია რა, იმიტომ რომ რაც ეინის დამატება მაგალითად არის უფრო მძიმე ოპერაცია რა და შეიძლება 32-ის ასვად გერჩინოთ რაც 64-ით გააკეთოთ, უკეთესი შედეგი დაიდოს და რაღაც კომპიუტერის მხრივ არ იყოს ეგეთი შრომატევადი იქ. მაგიტო ხანო რანკი ყოველთვის ესეთია რა, მასა tuningable hyperparametrია. ნუ ეს alpha accent რაც იმსავით არის თქვა, learning rate-ით და alpha იყოფა რანკზე და მე მაგაზე მრავლდება, ანუ ამ შემთხვევაში თუ LoRa და ანუ alpha და რანკი ტოლია, მაშინ ერთზე გამრავლდება, ანუ ეგ A და B, ანუ აი აქ რაც გვაქვს, ეს უბრალოდ ამრავლდება B-ზე და ემატება ამის output-ს. ეგა. ხო, და ნუ აქ გვაქვს რაც ჩამოთვლილი იგივენაირად, როგორც აქ არის ჩამოთვლილი, რომელ მოდულებზე გაკეთდეს LoRa. და ნუ ეს გვიქმნებს ამ შემთხვევაში LoRa-ს. ანუ რაღაც ნუ ეს ჩვეულებრივ დატის სამოღება და data load-ები რო შექმნა და რამე. ამაში არაფერი ახალი. და აქეთ ხარეს უკვე პირდაპირ ტრანსფორმერების ბიბლიოთეკა შეიძლება გამოიყენო. მოდელს გადასცემ, ყველაფერი იგივენაირად არა. ვიდეოში ანსლოტის მთელი მიღამის არის, რომ ძალიან მსგავსი კოდი იწერება, რაც ტრანსფორმერების ტრენინგისას დაიწერებოდა და არის ბევრად უფრო ჩქარი. ანუ თან დატესტილი არის, რომ რაც იცი რომ იმუშავებს რა, იმიტომ რომ community არის და რამე რუნე. ნუ ტრანსფორმერებიც იგივე, მაგრამ ეს ჩქარი არის თან.
ნუ აქაც რაც ტრეინინგ პარამეტრები გაუწერეს უბრალოდ. გაუშვეს ტრეინინგი და იმუშაო. PFT-ის შემთხვევაშიც იგივე არის. ანუ ეს მეორე ნაწილი იდენტური არის ზუსტად რა, ერთშიც ამავაშიც. ანუ შესაბამისად რავი, ხა ეს ალბათ ჯობია რომ მე რამე თქვენით უბრალოდ გამოიყენოთ ორივე ბიბლიოთეკა მაგალითად და რამე პატარა მოდელი დაატრენინგოთ ანამ. რა რამე კითხვები შეიძლება გაჩნდეს მე რომ აქ პროცესში სამაგიტო ჯობია. მაგრამ ხანუ რაც მარტივი არა საკმაოდ საბოლოოდ. და იდეაში არის ძალიან პოპულარული. მაგრამ შეიძლება სკაუპან ასე რავი დაგჭირდეთ რა შეიძლება ოლიმპიადაზეც მარტივად. კაი აქ რამე კითხვა ხო არა? ამ თემებში. ზოგადად ლორაზე? ნუ კაი, ხო რავი რა, ყველაფერს რა. ისა ლორას მერჯინგი ხო შეგვიძლია model weight-ებში. და მე ინფერენცია აღარ იქნება უფრუნელი, იგივე სიჩქარის იქნება. ლორას მერჯინგი მოდელებში როგორ გავაკეთოთ? გავამრავლოთ და დავამატოთ. არის ეგეთი მეთოდი დამოწდა ჩავაგდო. აი ესეთი არის და ანუ აღარ იქნება ექსტრა ვეითები რა. ხო, გავამრავლოთ და დავამატოთ. ეგრე არის. ანუ შეიძლება კი იდეაში. უბრალოდ რანკი მაინც განსხვავებული იქნება რა და ან ის სინელე უფრო მეტად ანუ განპირობებულია იმით რომ ანუ რა default kernel-ი რაც მუშაობს NDS-ი რეალურად ეგ არის ოპტიმიზირებული სპეციალური ზონების მიმართ რა და ეგ სპეციალური ზონები არის ხოლმე უმეტესად low rank ზონები. ამ შემთხვევაში ანუ სინელის უფრო დიდი ფაქტორი ეგაა რა, რომ მაღალი რანკის მატრიცები გაჩნდება. აქაც კი ამ დამერჯომ არა. იდეაში იცვლება რა იქ ამბავი. ალბათ ჯობია რა აქ აღარ ჩანს შემთან ახლა მაგრამ ხო. ეს ბენჩმარკი გამოიყენოთ ხოლმე მაგალითად არა იმე ეგეთი. არა ესეც არის კი ვარიანტი. კიდე საინტერესო გამოყენება მაგალითად ლორასი არის აქ რაც მახსენდება. ნუ ამ პეიპერში ბატონმა საბამ გამოიყენა ნუ მოკლედ რაც სენტენს ტრანსფორმერი რო შევქმნათ საჭიროა რომ რაღაც სხვადასხვა ტასკებზე დავატრენინგოთ რა. ნუ ეს ტასკები რა არის შეიძლება იყოს retrieval ტასკი შეიძლება იყოს რაც კლასიფიკაცია სხვადასხვა სტილის ტასკებია ხო. და თითოეულზე იდეაში თუ შექმნი ადაპტერებს ლორასას. ეს პროცესი მარტივდება მერე რა, იმიტომ რომ შეგიძლია რომ რაც retrieval query-ის ადაპტერები გამოიყენო რომ query embedding-ი დააგენერო, პასაჟის ადაპტერი გამოიყენო იმისთვის რომ დააგენერო ჩანკების embedding-ი კლასიფიკაციისთვის ცალკე ადაპტერი გაქვს და ასე შემდეგ კლასიფიკაციისთვის ცალკე. და ნუ მაგით თავიდან იცილებ იმ პრობლემას რომ ერთად რო გამოგაყენებინა ეს საშუალოდ რაღაც პონტში ყველას ისწავლე და დატას გააჩინე რავი შეიძლება თან
სიტყვაზე retrieval-ისა და ძალიან ცოტა იყოს. და კლასიფიკაციის კონდეს ძალიან ბევრი რა, ან text matching-ის. ხო და ნუ ეგეთი პრობლემები რადგან არის, მე რა მან რავი, ანუ ბევრი პრობლემა გაქვს რა. მარტო ერთი შეიძლება ისწავლოს, მეორე დიდად ვერ ისწავლოს, მაგას დააბალანსებ და მე ორივე ისწავლის, მაგრამ აი არ იქნება მთლად ორივეში მაგარი. ხო და საბოლოოდ რაც სათაოდ ადაპტერების ქონა ამ მხრივადაც შეიძლება რა რაც ესე ამ ტასკში კარგად იმუშავა ხა მაგალითად. აი რამე კითხვა ხო არა? გესმენთ? ანუ ჯინაზე embedding ანუ ჯინაზე ხო ფაქტურად ლორას ვიყენებ, ანუ ჯინაზე ხო ანუ ლორა იყო, ოღონდ ანუ ლორა იყო გაწესრიგებული სხვადასხვა task-ებზე და ანუ embedding-ები რატო ქვია მაინც? ანუ embedding-ი ხო მაინც სხვა რამეს ნიშნავს. თუ ან ლორა embedding-ად იწვება, embedding-ების არა. არა, შეიძლება თუდად აუხსნი. ანუ ჯინაში რაც გაიქცეს იყო რა, რეალურად რაც ბერტის სტილის ტრანსფორმერი, ანუ ენკოდერი ტრანსფორმერი რო იყო. ეგ უნდათ გადაიკეთებინათ როგორც sentence ტრანსფორმერად. და sentence ტრანსფორმერი გამოიყენება სხვადასხვა ტასკებისთვის რა. ეგ ტასკები არის retrieval ტასკი, რაც კლასიფიკაცია, კლასტერიზაცია, matching-ი, text matching-ი. ნუ ხო რა, სხვადასხვა ტასკები არსებობს რა. ხო და ნუ მან და ჩნდება კითხვა ეგეთი რა, რომ რაც ერთი ლორას ანუ კი ბატონო რაღაც ჩვეულებრივ ესეთი კოდი დავწეროთ სიტყვაზე, გამოვიყენოთ ერთი რაც ლორას ადაპტერი და მაგაზე დავატრენინგოთ ყველა ეს ტასკი. არა მეორეა რომ მოდი ესეთი დავწეროთ 5 ადაპტერი და 5 ტასკის სატრენინგო მონაცემები გვექნება. ეს ერთი მოდელი ხო იქნება, რომელიც რეალურად გაყინული იქნება რა. კი. შესაბამისად, მარტო ამ ადაპტერებს ავატრენინგებთ ამ კონკრეტულ ტასკებში. და ეგ იძლევა უკეთეს შედეგს, ვიდრე ერთი ადაპტერი ქონდეს და 5 ტასკზე დაატრენინგო რა. კი, ანუ embedding-ები უბრალოდ იმაში ვიზახდი, რომ ანუ ამ ლორას ადაპტერის გამოყენებით შემდგომ inference-საც მიღებული embedding-ები ვახსენე რა. მივხვდი კი, ახლა კი. ახლა უკვე მივხვდი. სხვა რამე კითხვა? Okay, fine. So what are they?